დამოუკიდებლობა სინამდვილეში არც კი მიგვიღია. იმიტომ რომ დამოუკიდებლობა სხვა რამეს ნიშნავს. ვიღაც ადამიანებს შეიძლება დამოუკიდებლობა ეგონათ ის, რომ საბჭოთა კავშირიდან რო წამოვიდოდნენ, ავტომატურად დამოუკიდებლები და თავისუფლები იქნებოდნენ. დამოუკიდებლობა სინამდვილეში არის შანსი შენ თვითონ განსაზღვრო შენი მომავალი. ჩვენ ასეთი შანსი მივიღეთ, მაგრამ როდის ვთქვი თუ არის ერთპიროვნულ მმართველობაზე და თუ ერთპიროვნული მმართველობა გქონდა და შენი ერთპიროვნული მმართველი იყო, ვთქვათ, ხრუშოვი, ან ბრეჟნევი, ან გორბაჩოვი, ან სტალინი და შენი ერთპიროვნული მმართველი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ერთპიროვნული მმართველი იყო მანამდე საბჭოთა კავშირშიც საქართველოში. ამათ შორის რა დიდი განსხვავება შეიძლება იყოს და რანაირად შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ანუ სანამ შენ უარი არ გითქვამს ერთპიროვნულ მმართველობაზე, ანუ ვიღაცა რაღაცაც ხოში ექნება და იმას გააკეთებს, აი ამ ტიპის მმართველობაზე თუ უარი არ გითქვამს. როგორ შეიძლება შენ ჩათვალო, რომ რაც შენ გჭირს ის ან სოციალიზმის ბრალია, ან კომუნიზმის ბრალია, ან კაპიტალიზმის ან ასე შემდეგ. შენ რაც გჭირს ის ერთპიროვნული მმართველობის ბრალია და ეს ერთპიროვნული მმართველი ხან ასეთი იქნება, ხან ისეთი იქნება, მაგრამ თავისი შინაარსით ის ყოველთვის უნდა იყოს სოციალისტი. ერთპიროვნული მმართველობისთვის აუცილებელია ისეთი რაღაცეების თქმაც, რაც არის აუცილებელი სოციალიზმისთვის. მაგალითად, თუ არსებობს ინდივიდუალური თავისუფლება და ვიღაც ამბობს, რომ ერთი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი სამყარო, რაღაც მომენტში, როცა ეს მართალია. ამას ხო ვერ იტყვი ერთპიროვნული მმართველობის დროს, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს, რომ ადამიანის დედაცვატირე რაღაცა სხვა დიდი ღირებულებისთვის ეს არის აუცილებელი. ერთპიროვნული მმართველი ხო უფრო დიდი ღირებულებაა ვიდრე ერთი ადამიანი. აი ზუსტად აი ერთპიროვნულ მმართველობაში ერთპიროვნულ მმართველს უკავია ის თავარი ღირებულების ადგილი, რაც საბჭოთა კავშირში ეკავა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს, ქვეყანას, გაურკვეველ რაღაცას, რომელიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ერთი ადამიანის ინდივიდის უფლებები. აი ჩვენს მიერ შექმნილი ეს კომუნიზმზე ვითომ ხო უარი ვთქვით. ოღონდ ქვეყანა აღორძინდეს და ხალხის დედაცვატირეზე ხო ვითომ უარი ვთქვით, მაგრამ ახალი ცნება შემოვიღეთ. როგორც ერთპიროვნული მმართველი იტყვის ხალხის დედაცვატირე. აი როგორც ქვეყანა იტყვის, სამშობლო იტყვის, რაღაცა არა, როგორც ერთპიროვნული მმართველი, ეს შინაარსობრივად ერთ და იგივეა. შინაარსობრივად ჩვენ არანაირი თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ მიგვიღია. ჩვენ შანსი მივიღეთ დამოუკიდებლობის, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ისევ იქ დაუბრუნდით, ფორმითაც და შინაარსითაც უკვე ისევ იქ დაუბრუნდით. სადაც ვიყავით იმ გაგებით, რომ ყველაფერი ხდება სახელმწიფოს საკითხავი ან სახელმწიფოს საკუთრება და ამ სახელმწიფოს ვისი საკითხავით და საკუთრებაც არის ყველაფერი, რაც ინდივიდუალურ ადამიანებს ეხებათ, საბოლოო ჯამში მართავს ერთპიროვნული მმართველი. ეს არის ჩვენი პრობლემის დიაგნოზი, სიმართლე გითხრათ, რაც ჩვენ გვჭირს და ამ პრობლემის სათავე არის ზოგადად იმ ადამიანებში, რომელიც ზოგჯერ სიტყვაზე თავისუფლების სახელით გელაპარაკებიან, ზოგჯერ ქვეყნის პატრიოტების და ამ შემდეგ სახელით გელაპარაკებიან და ჩვენი პრობლემა კიდე რჩება უცვლელი. ჩვენი პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ადამიანების წარმოდგენებს იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ბელადი და ვირჩევთ სხვადასხვა ტიპის ბელადებს. მართლა სააკეში უნდა ჩავიხედოთ, რომ არანაირი დამოუკიდებლობის ჩვენ არ მიგვიღწევია, ჩვენ არასდროს არ გქონია შანსი დამოუკიდებელი ის წესრიგი შევიხვნა, რაც ინდივიდუალურ ადამიანზე იქნებოდა მორგებული, სულ ვეძებდით წესებს და ვაშენებდით სამყაროს, სადაც ერთპიროვნული მმართველი ჯიბეში იდებდა ადამიანის უფლებებს და უფლებამოსილებებს იმისთვის, რომ მისი ერთპიროვნული ნება მოიყვანა სისრულეში და ეს ნება მოდის სტალინიდან, მოდის ხრუშოვიდან, მოდის ბრეჟნევიდან, მოდის ჟავანაძიდან, თუ მოდის შევარდნაძიდან, თუ ბიზნევანშვილიდან, თუ მიხეილ სააკაშვილიდან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი რევოლუცია და დამოუკიდებლობა მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ უარს ვამბობთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამას ვეძახით დამოუკიდებლობას, თორე ისე დროშა რო გვაქვს და ჰიმნი, ეს მე საბჭოთა კავშირის დროსაც ჰქონდა.